მოგესალმებით, უგმესი მადლობა მოგზაურებისთვის და ინტერესისთვის. დღეს ახლა ჩვენ მინდა წარმოგიდგინოთ ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიების ცენტრის პირველი, ასე რომ ვთქვათ, საცდელი ვერსია ეთნოგრაფიული ლექსიკონისა, საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონისა. საერთოდ ახლა მოგეცნებათ, რომ ეთნოგრაფია ეს ეთნოლოგია, ეთნოლოგიის ნაწილია ეთნოგრაფია, რომელიც საველე მუშაობას და მასალების მოძიებას ემსახურება და ეს დაფარი საისტორიო დისციპლინაა და ჯერ კიდევ დიდი ივანე ჯავახიშვილი ისტორიკოსებს უძღვრავდა, რომ ისტორიკოსის უმთავრესი ფუნქცია ახალი წყარომასალების მოძიება და მისი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა გახლავთ. და თუ კი საკვლევაძეები მუშაობა მოიგოჭრებს იქ უკვე კვლევების შესაბამის დონეზეა. და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა თუ არა საფუძვლად ესეთო, მაგრამ რომ ის კვლევითი უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა ვითარებამ, როდესაც კომუნისტები შემოვიდნენ და გამიჯნეს ერთმანეთისგან კვლევა და სწავლება, ამას მერე მოყვა ის, რაც მოყვა ძალიან ბოლოს მოგეხსენებათ, ამას მიგებდნენ. და შემდეგ, როდესაც უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის ძიების გზა დაადგა, რა თქმა უნდა, დადგა მოტყვის წესრიგში, რომ კვლევა და მეცნიერებაც ისე ერთ ასე ვთქვათ, სივრცეში მოქცეულიყო და ეს აშკარად იგრძნობოდა კიდევ 80-იანი წლების ბოლოს უკვე, როდესაც კრიზისი ხშირად ვლები კრიზისი აღდგა, ფაქტია, როდესაც ქვეყანა ინგრევა, იქ აშლილება რომელიმე დაარბიოს დამძერს. და შემდეგ უკვე როდესაც აი ამ გარდამავალ პერიოდში ასეთ დიდი ცვლილებების ეპოქაში აღმოჩნდა ჩვენი თაობა, რა თქმა უნდა, შინაგანად ვძნობდით კიდეც, რომ ეს რაღაცა უნდა დაგვეწყო და მაშინ ახლა დიდი ხელი შესვლაც იყო და ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვეტოთ, რომ აი პირველი, როდესაც გამოჩნდა რაღაც ესეთი სამართლებრივი ვითარება შეიქმნა ისეთი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავსე რაღაც ჩამოყალიბებულიყო, 95 წელს მოგეხსენებათ ახლა ეს რა წლებია, ჩვენს მეგობრებთან ერთად პირველად დავაფუძნეთ, რაც გავაკეთეთ, ახლა ჯერ სამართლებრივ დონეზე დავაფუძნეთ ეს კავკასიოლოგიის საერთაშორისო პროექტი ინსტიტუტი დავაფუძნეთ მაშინ. სულ 7-8 კაცი ვიყავით ამ ჯგუფში გაერთიანებული და ამან ხელი გაგვიხსნა, რომ დამოუკიდებლად გვემოქმედა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად და პირველი რაც დავიწყეთ, ეს მოგეხსენებათ ის პერიოდია, როდესაც საექსპედიციო მუშაობა ჩაშლილი იყო უსახსრობის გამო, ბენზინი არ შეურებოდა, ყველა ვიცით რა თქმა იყო ეს და აი აქ შეიქმნა ის პირობა, რომ პირველი დაგვეწყო ეს აღმოსავლეთ საქართველოს მთაში აი რაც შეიძლება ბევრი რამ მოგვესწრო, რომელიც უკვე გადაგვარებს ძალიან საინტერესო პერიოდია ქვეყანა, როდესაც და ერი თვისობრივად სხვა მდგომარეობაში გადადის, სხვა არის, როდესაც იმპერიის შემადგენელი ნაწილი ხარ და სხვა არის, როდესაც თვისობრივად უკვე დამოუკიდებლობაზე ყოველ შემთხვევაში გამოაცხადეთ ეს და უნდა გადავიდეთ პოლიტიკურად და თვისობრივად სხვა მდგომარეობაში. და იმ პერიოდში ეს მენტალობის ცვლილება და ეს ყველაფერი სახეზე იყო, ახლა ეს ვლინდებოდა პატარ-პატარა რაღაცეებში, ძალიან საინტერესო პერიოდია. მოგეხსენებათ ჩვენი უნივერსიტეტის ეს იდენტობების კვლევების სწორედ გადავდავნებული აქეთ არის მიმართული ამის შესწავლისკენ და ნაშრომები გამოდის და რაიცი კვლევები მიმდინარეობს და აი ეს იმ პერიოდში დავიწყეთ პირველი ეს იყო მასალების დაფიქსირება. ეს ძალიან საინტერესო არტეფაქტები, მაგალითად დღესასწაულებში, ეს თან ეს რა პერიოდია, იცით, როდესაც ჯერ საქართველოს მოსახლეობა გასული არ არის საქართველოში. ჯერ არ აქვს ამის საშუალება, ჯერ საზღვრების დაკეტილია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაჭირვებისა გამო
ბოლო პერიოდში საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ძირითადად ქალაქებში იყო, ხო, თავმოყრილი. ყოველ შემთხვევაში ყველა ძალიან უნდა რომ ქალაქში ყოფილიყო. ჩამოსულიყო. ახერხებდნენ, ვერ ახერხებდნენ აქ ჩაწერების თელი ინსტიტუტი იყო, ეს ჩვენ თავის მოეცელებია. და შემდეგ უკვე აი იმ პერიოდში რაღაცნაირად მთას მიაშურა მოსახლეობა, იმიტომ რომ იქ გადარჩენის რაღაც საშუალება იყო, იმიტომ რომ ნატურალური მეურნეობის განვითარების პერიოდი იყო და აი იქ ინახავდნენ თავს და მთა კვებავდა ბაღს. ჯერ კიდე ეს არ იყო შემოსული აქ ვაჭრობის საფუძველზე, ეხლა რაც მდგომარეობაა, ასეთი სიუხვე არ იყო, პროდუქტებისა ძირითადად ნატურალური მეურნეობით ირჩენდა იმ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა თავს. და აი იქ დაიწყო ტრადიციული ტრადიციული ადათობრივი საკულტო ძეგლების რაღაცნაირად ხელმეორედ აღორძინება. და აი ამ პერიოდში შევისწავლეთ და დავიწყეთ აი რაც შეიძლება მეტი გვინდოდა მოგვესწრო, კამერა შევიძინეთ ჩვენი დახმარებით, ეს მაშინ დიდი ფუფუნება იყო და დავიწყეთ რაც შეიძლება ბევრი აი დღესასწაულების დაფიქსირება. ეს არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, დასავლეთ საქართველოში, საქართველოს მთიანეთში ზოგადად. რომ აი ეს მთისა და ბარის ურთიერთობა რაღაცნაირად დაგვიფიქსირებინა იმ პერიოდში ძალიან საინტერესო მომენტები დაგვეჭირა. და ესე იგი აი მე სულად საზოგადოების ჩვენს სულად დამოუკიდებლად ასე ვთქვათ ენთუზიაზმის საფუძველზე გავაკეთეთ აი ვებგვერდი, სადაც უკვე ამ მასალებს განვათავსებთ. ასევე დავიწყეთ ჟურნალის გამოცემა სულად აი ენთუზიაზმის დონეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ამან უკვე ნიშა დაიკავა. პირველი ნომერი რო გამოვეცით ოჯახში, სახლში ამობეჭდეთ პრინტერზე და 60 ეგზემპლარი ესე დავამზადეთ და აი ბიბლიოთეკებში არის და სვაში ძალიან გაგაჩნდა. რა პირობებში ეს გაკეთებული. შემდეგ მეორე ეს უკვე სტამბაში, მეგობრის სტამბაში რაღაცა და სიმბოლურ ფასად და მე უკვე თანდათან დავხვეწეთ კიდევ და რაღაც სახე მივეცი. შემდეგ აი ამ პირობებში გვიწევდა მუშაობა, მაგრამ ამასობაში უკვე როდესაც თვისობრივად ახლა მე კი არ ვამბობ ამ უნივერსიტეტში შეიქმნა ამის პირობები, რომ აი ის უზარმაზარ დეფიციტსაც განვიცდით, აი გვეპოვა ამ კედლებში, მილეს უნივერსიტეტის კედლებში და ამაში მე ყოველთვის ვამბობ სტუდენტებთანაც და ეს არანაირი რაღაც იმით ძალიან დიდი დამსახურებაა ხელმძღვანელობისა, ვინც უნივერსიტეტის ასე ვთქვათ მოახდინა აღორძინება საუნივერსიტეტო სისტემის. მე ესე მგონია, რომ დაუბრუნდა იმ საწყისებს, რასაც დიდი ივან ჯავახიშვილი უწევდა თავს, კვლევითი და სასწავლო მუშაობა ერთად ყოფილიყო. და აი პირველი რაც შევძელით, მაშინ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით და აი ამ დიდი ესე სულიერი და ასე ვთქვათ აკადემიური მხარდაჭერის საფუძველზე რუსთაველის ფონდის დახმარებით შემდეგ მოვიძიეთ მოვიპოვეთ აი ეს გრანტი და დავიწყეთ უკვე აი ამ მასალის სისტემაში მოყვანა. ეხლა იმ კავკასიოლოგიაზე ჩვენ ახლა ვერ აი ამ ვერ ვანთავსებდით ამ მასალას მთლიანად. და არც იყო ახლა, იმიტომ რომ საშუალება მატერიალური, მოგეხსენებათ გაშიფრვა ტექსტების საჭირო გადატანა სხვა მატარებლებზე, ვიდეო მატარებლებიდან ციფრულ მატარებლებზე, ამას ტექნიკა ჭირდება, თანხა ჭირდება. ასევე ახლა მაშინ როდესაც პუშკინი იყო, პედაგოგიური უნივერსიტეტი იყო, ინსტიტუტი იყო. და ჩვენ აქ მე მიწერდა ახლა ნახევარსაძე ვიყავდა. სტუდენტებს თხოვდი და ისინი მიშიფრავდნენ იმ ტექსტებს, რომელსაც ჩვენ ვიწერდით, დიქტაფონით ვიწერდით და მაშინ აი ჩვენი მეგობრები აი ამ
ქალბატონი დოდონა, ბატონი ქევენი, პოლ მანინგი გვეხმარებოდნენ, ორივე კაპიტს ბაზლებდნენ და ამ სტუდენტებს ვუწევთ არც კი ჯეროდა თუ როგორ ეს შევასრულეთ ჩვენ რაღაცა და ამაში თუ რაღაცას გვიხდიანო და ძალიან სტაბილური იყო მათთვის. აი შემდეგ უკვე ასევე ენთუზიაზმის დონეზე ამას ვერ გააგრძელებდი და აი ფონდის დაფინანსებამ საშუალება მიღწა რომ საქართველოს ერთ კუთხეში შეკრებილი ჩვენი მასალა აი ეს ფშავი მხედველობაში რაღაცნაირად სისტემაში მოგვიყვანა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე შეგვეთავაზებინა აკადემიური თვისთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც რომ მისაღები ყოფილიყო და ძალიან აკადემიურად დაკუთული ყოფილიყო თან ვიზუალური მასალაც რაღაცნაირად ყოფილიყო და ესე ხო და ჩვენ მაშინ არის პრეზენტაცია გქონდა ეს როგორც მოგეხსენება სადაც 2010-ში დამთავრდა ეს პროექტი და შემდეგ უკვე ამან მოგვცა სტიმული რომ უფრო ფართო ასე ვთქვათ თვალსაჩინით ფიქრზე რაღაცნაირად გადასულიყავით და თხოვეთ ჩვენ მეგობრებს რომ ხელმძღვანელობასაც რომ ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი რომ აი ეს უზარმაზარი საარქივო მასალა და რაღაც შემდეგ ჩამოყრილიყო და რაღაც ესე აკეთებულიყო ვიზუალური ანთროპოლოგისა, ლოკალური ისტორიების კვლევის რაღაც ლაბორატორიასაც, სადაც სტუდენტების თავისთავად იქნებოდა ჩართულების და მხარდაჭერა მივიღეთ და შეიქმნა სწორედ აი ეს ვიზუალური ანთროპოლოგია შარშან დეკემბერში დაფუძნა სწორედ ეს ვიზუალური ანთროპოლოგიის და ლოკალური ისტორიების კვლევის ლაბორატორია. ფაქტიურად ეს არის ეხლა ხარისხოდნები. და საქართველოს ჯერ კიდევ დიდი ვახუშტი წერდა რომ ხევსაზე და მოსახლეობაა და რომელიც განსხვავებულ სამეურნეო კულტურულ ტიპებს ქმნის გამომდინარე გეოგრაფიიდან და მხარეების ასე ვთქვათ გაერთიანება სამეურნეო კულტურულ ტიპებს მაგრამ ვისაც არ მოკითხოს ქართველი იქნება, მეგრელი იქნება, გუგული, ახალი იქნება, ყველა რეგუსი არის ნათესავით ქართული. რომ აი ეს ჯიშ შეგნება განსხვავებულ სამეურნეო კულტურულ გარემოში განსხვავებულ სამეურნეო კულტურულ ტიპებს ქმნის. და აი სწორედ პირველ რიგში ეხლა გადავწყვეტეთ რომ ის დიდი ეთნოგრაფიული მასალა რომელიც არის მაშინ მე აღნიშნე ბევრი რამ იკარგება რომელსაც ძალიან დიდი ზეგავლენა ყოველდღიურობაზე ჩვენ ცხოვრებაზე მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მინავლებულია ეს ყურადღებისა მაგრამ სად გამოაჩენს თავს ეს კიდე ჯერ არავინ არ იცის და გადავწყვეტეთ რომ აი ეს პირველი რაც მინდოდა აკეთებინა ეს იყო სწორედ ეს მონაცემთა ბაზა საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონი ახლა საქართველოს ახლა იმიტომ ვხარო შეიძლება ახლა ქართული ეთნოგრაფიული ლექსიკონი ვეხმარა მაგრამ საქართველოს იმიტომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკური სახელმწიფოა და აქ მარტო ქართული ეთნოსის აღწერის შედეგად მასალები არ შეგვიძლია ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე იქნება სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფები თუ რა. და ყოფილიყო ეს მუდმივ განახლებადი სისტემა. ეს მუდმივ განახლებადი მონაცემთა ბაზა. თან კიდევ ამას სტიმული მისცა იმან რომ ჩვენს უნივერსიტეტში დაიწყო ძალიან დიდი პროექტი ქალბატონი ნინო ამის ხელმძღვანელი როდესაც ქართული ენის ენის ნაციონალური კორპუსი რომელიც ამ Volkswagen-მა დააფინანსა. ამას დაემატა ისიც რომ პარალელურად გავიდა Volkswagen-ის დაფინანსება მიიღო უკვე ენის უნივერსიტეტთან ჩვენმა ერთობლივმა პროექტმა ბატონი ქევენი არის ამ პროექტის ხელმძღვანელი ეს არის კავკასიის საკრალური გეოგრაფია რაც გულისხმობს იმ სამართლებრივ ადათობრივი საზღვრების დაფიქსირებას რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს არა მარტო საქართველოს ზოგადად კავკასიის მოსახლეობის მთის მოსახლეობის კულტურაში და ფაქტიურად წარმართავს კიდეც მათ ყოფას.
და აი პირველი რაც გავაკეთეთ ახლა ზურა დახმარებით ეს არის რომ ხო საფუძვლად ავიღეთ ჯერ ამასობაში გამოვიდა ეთნოგრაფიის კათედრის ნაშრომი ახლა წლების განმავლობაში იკეთებოდა საქართველოს ქართული ეთნოგრაფიული ლექსიკონი ფიზიკურად დაიდო მაგრამ მეც ეს როდესაც არის გამოცემული და ფიზიკურად ეს ახლა იმის განახლება ძალიან ძნელი ეს ავიღეთ სიტყვანის საფუძვლად დავუდეთ და შემდეგ უკვე მუდმივ განახლებადია თუ ჩვენ ეს ინფორმაცია გავაკეთეთ და აქ შეიძლება ვიზუალური მასალის, ფონდო მასალის და რაღაცნაირი მასალის შეტანა და ესე იგი ალბანური პრინციპი და თემატური პრინციპით ახლა თქვენ ხედავთ და მგონი ზურა გვეტყვის ახლა ორი სიტყვას თუ როგორც აღამეთან ხო ესე რაკავშირი უცრავად მე აქედან თან კომპიუტერთან უნდა ვიმუშაო და აქედან ვილაპარაკე. ეს გახლავთ პროგრამა FileMaker-ში შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც საერთოდ FileMaker-ი ძალიან მოქნილი მონაცემთა ბაზაა, როგორც ვიზუალურად ასევე როგორც მონაცემთა ბაზა და თავისი ავტომატური სკრიპტების მეშვეობით ყოველი შეტანილი მასალა ავტომატურად ვაგდება როგორც ანბანის მიხედვით ესე იგი როგორც კი შევიტანთ მასალას პირდაპირ ამ გვერდზე ალაგდება ანბანის მიხედვით და ასევე გვაქვს სხვადასხვა თემატური ნების მიხედვით, აი მაგალითად იარაღი და საბრძოლო ხელოვნება ვთქვათ. ამას ამ მონაცემთა ბაზას აქვს ასევე თავისი რუკა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ისტორიული ეთნოგრაფიული მხარეები და ამ მხარეების მიხედვით დალაგებული არის ესეც ავტომატურად ხდება თუ კი მიუთითებთ ან ტექსტში ნახსენებია რომელიმე მხარე ის ავტომატურად ალაგებს მხარეების მიხედვით აი მაგალითად თბილისის შესახებ ასევე გამოდის რუკა შესაძლებელია რუკის გამოტანა და რაც კი მონაცემთა ბაზაში არის თბილისთან დაკავშირებით ავტომატურად ლაგდება ამ გვერდზე. ასევე გვაქვს საძიებელი, სადაც ძებნა შეიძლება როგორც სათაურის მიხედვით, ასევე ტექსტის მიხედვით. საკმარისია აქ ჩავწეროთ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც იტოვის ბატონო მეც გადავიყვანე ასე. ჩაწერე. იმით არის კიდევ კარგი ეს მონაცემთა ბაზა, რომ მასში შეიძლება შევიყვანოთ ნებისმიერი გამოსახულება. განმარტებულია ყველა. ხო. ყველასე არის? ხო, ყველა განმარტებული. არა, განმარტებული კი არის, მე ვიზუალურს ვეძებ. არა, ვიზუალური ახლა ნაცვლია შეტანილი. ხო, და აი გუთანი ხო არის. აი იარაღზე უფრო მეტია. დაიწყე აპროჩი. აქ შეიძლება შევიტანოთ როგორც გამოსახულება, ასევე ვიდეო მასალა, ასევე ფონო მასალა.
ყველაფრის შეტანის საშუალებას იძლევა ეს მონაცემთა ბაზა. შემდეგ რაც მთავარია, ეს მხოლოდ ლოკალური მონაცემთა ბაზა არ არის, ეს შეიძლება განთავსდეს სერვერზე, აქ ხედავთ, ეს არის ამ მონაცემთა ბაზის ინტერნეტ ვერსია, რომელიც ჩვენ შემდეგ გვინდა ვთხოვოთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ სერვერზე გამოგვიყოს ადგილი, სადაც განთავსდება FileMaker-ის სპეციალური სერვერი და სადაც მოთავსდება ეს მონაცემთა ბაზა და ეს მარტო ჩვენი მონაცემთა ბაზისთვის არ იქნება, იმიტომ რომ აქ შეიძლება განთავსდეს უამრავი სხვა მონაცემთა ბაზები, რომლებიც აი ასე გამოიყურება, ჩამონათვალ შევდივართ სერვერზე, აქ ჩამონათვალი იქნება მონაცემთა ბაზების და ვისაც რომელი მოუნდება, იმას აირჩევს. გარდა ამისა, ეს მონაცემთა ბაზა იმით არის მოსახერხებელი, რომ მას არ ჭირდება სპეციალური პროგრამის ინსტალაცია. შეიძლება გაკეთდეს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ exe ფაილი იქნება და ნებისმიერ კომპიუტერში გაიხსნება სპეციალური პროგრამის გარეშე. თვითონვე გაუშვებს ამ პროგრამას. ბატონო, ვიდეოში დააკიდე მაიცეთ. ახლა მაგასაც აი არაჩვენებელ და ფინტოს დამატებასთან დაკავშირებით. აქვს. კაფეს ვასწავლე. თვითონსა და არაჩვენებელი შედარება მოსად გიშაშვილის პროგრამა. ამისა მინდა წარმოგიდგინოთ სიახლე, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავიგებინა არქეოლოგიური ვიკიპედია, რომელიც ხორციელდება უშუალოდ ჩვენს მიერ, ჩვენ საიტზე არის დადებული და ამის შექმნაში მონაწილეობას ღებულობენ ჩვენი სტუდენტებიც ძალიან აქტიურად და აქ არის განთავსებული მონაცემები სხვადასხვა არქეოლოგიური ლექციების შესახებ, თქვათ, ძველი აღმოსავლეთის არქეოლოგიური ძეგლები ჩამონათვალი, რომელიც გვიჩვენებს, თქვათ, პირდაპირ Google-ში გადავდივართ და ამჟამინდელ მდგომარეობას გვიჩვენებს სატელიტისა, ამას ახლავს თავისი ტექსტიც, რა თქმა უნდა. და ამაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ, როგორც გითხარით, სტუდენტები ძალიან დიდი ხალისით წერენ სტატიებს, თარგმნიან უცხოური ლიტერატურიდან და ათავსებენ აქ და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს სტუდენტთა შორის, რა თქმა უნდა, ვიდეო ლექციებთან ერთად ესეც ძალიან ფართოდ გამოიყენება. და თუ ვინმე დაინტერესებული იქნება, შეიძლება უნივერსიტეტისთვისაც გაკეთდეს ესეთი ვიკი ვერსიები სხვადასხვა საგნებში. ეს იყო რაც უნდა განადგო ტექნიკური მხარის. სტუდენტებთან დაკავშირებით მე და კიდევ ერთხელ ახლა ჩვენთან აი ეს აქ სტუდენტები გახლავენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პროექტის ეთნოგრაფიული ლექსიკონის დამუშავებაში, რედაქტირებაში, პარალელურად აქვე
აღნიშნა რომ ჩვენ ჯერ კიდევ 11-ში დავიწყეთ კავკასიოლოგიური მოქმედი სემინარი, რომელიც რეგულარულად გაზაფხულობით ტარდება, ახლა მესამეს ვატარებ უკვე წელს ყაზბეგში უნივერსიტეტის დახმარებით. ხდება ეს ყველაფერი, ყაზბეგში ჩატარდება 15-17-ში. ვაგონი ქემიის მონაწილეობით, იერნის უნივერსიტეტის მონაწილეობით, ასევე შესაძლებელი გახდა რომ ჩვენს დოქტორანტს გაევლოს ძალიან საინტერესო სასწავლო პრაქტიკული მუშაობა ჩაეტარებინა გერმანიაში, იერნის უნივერსიტეტში ნინო ქრუსარიძეს და იქ ის უშუალოდ გერმანიაში გადასახლებულ თურქეთიდან გადასახლებულ თურქეთელ ქართველებს საერთოდ მისი სადოქტორო ნაშრომი თურქეთელ ქართველებს ეხება და ძალიან საინტერესო იყო მესამე ქვეყანაში მათი შესწავლა და აი გუბერნატორში მოახერხა ძალიან საინტერესო მასალის შეგროვება და როგორც შემდეგ კიდევ უფრო დაედებს მის კვლევით მუშაობას საფუძვლად დაედება და გაამრავალფეროვნებს. ასევე აი ჩვენ ახალგაზრდა მაგისტრანტების რომელმაც დაამთავრეს მათი მონაწილეობით მომზადდა და ჩაბარდა ესეთი პროექტი კავკასიის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოცხადდა ეს კონკურსი და იქ ჩააბარეს ეს პროექტი, რომელიც ეხება აღმოსავლეთ შავი გუშინ დღეს სხვა, ესე იგი ფაქტიურად ეს არის ადათობრივი სამართლის ნორმების შესწავლა, დაფიქსირება და აქედან გამომდინარე გარკვევა იმისა თუ რა როლს ასრულებს დღევანდელ ყოფაში აი ეს ადათობრივი სამართლებრივი ნორმები და რაღაცნაირად მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება მომავალი სამოქალაქო სამოქალაქო ინტეგრაციისთვის. და ეხლა ის რომ აქტუალურია ამას საერთოდ პასუხისმგებლობით შეგვიძლია ჩვენ გამოცხადოთ 10 წლის განმავლობაში მუშაობდით და იქ განსაზღვრელია აღმოსავლეთ საქართველოს თიანეთის მოსახლეობის და არა მარტო სვანეთის ძალიან საინტერესო გამოიყურება მოსახლეობის ყოფაში ადათობრივი სამართალი. ძალიან საინტერესოა თუ არ იქნა რაღაცნაირად შესაბამისობაში მოყვანილი ის თანამედროვე ქართულ კანონმდებლობასთან და ამის აუცილებლობა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ცნობდა და იქედან მოყოლებული საბჭოთა პერიოდშიც კი სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში იყო შექმნილი ესეთი ცალკე გაყოფილება ადათობრივი სამართლის შესწავლის და ეს იმიტომ აღნიშნება აქტუალურია, ნამდვილად აქტუალურია ეს და აი მათ ეს პროექტი მოამზადეს და ჩააბარეს და იმედია იქნება რაღაც სასიკეთო მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს იყო ძირითადად თქვაც მინდოდა და მადლობა მინდა მოგიხადოთ სულას მოგზაურობისთვის, იმ ხარდაჭერისთვის, რასაც ყოველთვის ნაბიჯზე ჩვენ გვგზნობთ და ერთ მაგიშველოთ ჩვენს და საერთოდ აღშფოთებას. იმდენი ხანია პატასთან ერთად დავიღალე საქართველოს TNG-ის სხვა რეგიონებში და ეს იმედი მაქვს რომ აი იმდენი ახალგაზრდა სახე ჩემს სტუდენტი მაგისტრანტი actually ჩვენი საქმე მხოლოდ actually მაგას გზას კლავს ვამზადებ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ გააგრძელოთ ჩვენი საქმე საქართველოს და მთელ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში იმდენი ისევ გასაკეთებელია ამის მიხედვით უკვე actually კლაპროტის გილდენშტეტის დროიდან არსებობს კავკასიოლოგია და ზოგს კონდიათ უხეი ყველაფერი გაკეთებულია გასაკეთებელი იყო მაგრამ შემოში ეს არ არის ასე ასე რომ ჩემი იმედი არის რომ თქვენ მაინც გექნებათ სურვილი რომ იაროთ აი იმავე რეგიონებში და სხვა რეგიონებშიც სადაც ჩვენ ვიხარით მეორე შეიძლება სინეშან მექნება ის რომ ეს ვებგვერდი ქართულ ეთნოგრაფიაზე
ეს მე მგონი საინტერესო არის იმ პერსპექტივიდან, რომ კავკაზიური ეთნოგრაფია ცოტა სხვანაირია, ვიდრე ვთქვათ ევროპის ან სხვა რეგიონების ეთნოგრაფიული ტრადიცია. თუ ამ დაწყებით პერიოდში, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ასე გაფართოვდა კავკაზიისკენ, ეს იყო კოლონიალური მეცნიერება. ეს იგი იმ დროს, როდესაც გილდენშტეტი კლაპროთი და კიდევ სხვა უსლარიც კავკაზიაში აგროვებდნენ მასალას ლინგვისტური, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ბოტანიკური შენერესობრივ, მთავრობას სჭირდებოდა ეს მასალა, რომ რაც უფრო უკეთესად გაიცნონ ეს რეგიონები, რაც მეორე გახდა ფაქტობრივად მაგათი კოლონიის ერთი ნაწილი. მაგრამ მეორე შეიცვალა სიტუაცია. თვითონ კავკაზიელებმა დაიწყეს საკუთარი რეგიონის შესწავლა. ნიკომარი, გიორგი ჩიტაია, ვერა ბარდაბელიძე იმდენია, კარგი იციან ვინ იყვნენ. ასე რომ ეს უკვე გახდა კოლონიალურად დაიწყო, როგორც კოლონიალური მეცნიერება, გახდა პოსტკოლონიალური. და ასე რომ დიდი საქმე ისევ დგას თქვენს წინ და იმედი მაქვს, რომ გაგვეზავოთ ამაზე მუშაობა. დიდი მადლობა. მადლობა.